22 დეკემბერს საღამოს ალბანეთის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებმა დედაქალაქ ტირანაში გამართეს საპროტესტო აქცია, რომელიც მალევე გადაიზარდა ძალადობრივსა და პოლიციასთან შეტაკებებში. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრ ედი რამას ადმინისტრაციის წინ მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს, რის გამოც რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ერთ-ერთი მომიტინგი აქციის სხვა მონაწილის მიერ ნასროლი მოლოტოვის კოქტეილის მოხვედრის შემდეგ დაშავდა. 18 დეკემბერს ტირანაში პარლამენტის სესიის დროს ალბანელ კანონმდებლებსა და პარლამენტის მანდატურებს შორის შეხლა-შემოხლა გაიმართა. ისმოდა შეძახილები, ტრიბუნიდან მაშხალებს ანთებდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა ალბანეთის მომავალ ომბუდსმენს, ქვეყნის ადამიანის უფლებათა უმაღლეს წარმომადგენელს ირჩევდნენ პარლამენტის სესიაზე. ალბანეთის ოპოზიციურმა დემოკრატიულმა პარტიამ მმართველი სოციალისტური პარტია არჩევნების გაყალბებასა და ქვეყანაში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში დაადანაშაულა. ეს ის საკითხებია, რომლებსაც ისინი უკვე თვეები ააპროტესტებენ. მოდი გავერთიანდეთ უფრო მყარად. თქვენი სახელით მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, ყველა ოპოზიციონერს, ასევე მამაც ადამიანებს. გააგრძელონ გადამწყვეტი ბრძოლა ამ ერის მომავლისთვის, რომელიც კვდება, რომელიც განადგურებულია. ვიბრძოლოთ ამ კურთხეული ერის ბედისთვის. ყველამ ვიცით, რომ ამ ქვეყნის შვილები უკვე სხვაგან მიდიან, რადგან აღარ შეერათ მისი. ეს აღარ უნდა დაუშვათ. ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ვიცე-პრემიერისა და ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრის ბელინდა ბალუკუს გადადგომა. იგი ამ დრომდე იკავებს თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.